რას დავბედით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემაა. ვაშა გადაცემა თქვენთან არის. თენგიზ გოგოტიშვილთან ერთად. სპეციალური გამოშვებით. ივანაშვილმა სწორად აირჩია სამიზნე. რაღაც მომენტში მიხვდა, რომ ქართული პარტიები მისი კონკურენტები აღარ არიან, ამიტომ ახლა მთელი ყურადღება და მთელი აგრესია უნდა გადაიტანოს მედიასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციაზე. გახსოვთ თქვენ, რომ პირველი ვინ შემოიტანა ეგრეთ წოდებული რუსული კანონი იყო ხალხის ზალა, ეგრეთ წოდებული ხალხის ზალა. შემდეგ ეს კანონი კი გაიწვიეს, მაგრამ შემოიტანეს უკვე ქართული ოცნების სახელით და უკან აღარასდროს წაიღეს. თუმცა ქართულმა ოცნებამაც რაღაც მომენტში გადაწყვიტა, ძალიან არ მომწონს, რომ ამ კანონს რუსულს უწოდებთო, ამიტომ მე ავიღებ და ამერიკულ კანონს დაგიწესებთო. მართლა აიღეს, თარგმნეს ეგრეთ წოდებული ფარა, ამერიკული კანონი და დააკანონეს საქართველოში. ახლა თუ კი რაიმე პრეტენზია გექნებათ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის ან სამოქალაქო საზოგადოების სახელით, თითქოს ეს პრეტენზიები ჯერ ამერიკას უნდა წაუყენოთ. მაგრამ არც ასეა საქმე. ეს საკითხი შეისწავლა სოციალური სამართლიანობის ცენტრის დამფუძნებელმა და დირექტორმა, თამთა მიქელაძემ და დღეს ის ჩვენი სტუმარია. თამთა, გამარჯობა. თქვენმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ძალიან საინტერესო ანგარიში, რომლის მიხედვითაც ის ფარა, ქართული ფარა, რომელიც თითქოს ამერიკული კანონიდან არის გადმოთარგმნილი, თლათ ამერიკული კანონი არ გამოდის. ესე იგი, ქართული ოცნება გვატყუებს რაღაცას, ან არ ვიცი, რაჟდენ კუპრაშვილი თუ მისი ანტიკორუფციული ბიურო თუ რაღაცა ქვია, ისინი გვატყუებენ რაღაცას. მოკლედ, ქართული დემოკრატია, თლათ ამერიკული დემოკრატია არ გამოდის, ასეა? ის განმარტებები, რომელიც რაჟდან კუპრაშვილმა გააკეთა ამ კანონის ტესტებთან და ბუნებასთან დაკავშირებით, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ამ ამერიკული კანონის რუსულად გამოყენების ინტერესი და საბოლოოდ ის მაინც რუსულ კანონი შეიძლება იყოს. კონკრეტულად რა საფრთხეს ხედავთ? რისთვის შეიძლება დასაჯონ თქვენი ორგანიზაცია ან თქვენნაირი ორგანიზაცია? ბატონი რაჟდან კუპრაშვილისგან საჯარო შეხვედრაზე მოვისმინეთ, რომ საგრანტო შეთანხმებები თავისთავად უკვე კონტროლის ფორმა, ანუ ცხორ ორგანიზაციებთან და რომ ნებისმიერი საჯარო საქმიანობა, თქვათ ეს არის 2-ზე მეტი ადამიანისთვის იმეილის გაგზავნა, Facebook პოსტის დაწერა, აქციაში მონაწილეობა ან სხვა ნებისმიერი საქმიანობა, რაც საჯარო პოლიტიკაზე ან საზოგადოებაზე ახდენს გავლენა, შეიძლება პოლიტიკურ საქმიანობად მივიჩნიოთ. პუნქტობრივად რომ გავყვეთ. ქართული ოცნება გვეუბნება და თქვენც არ უარყოფთ, რომ ეს ტექსტი არის ამერიკული კანონიდან ნათარგმნი. აბა სად იწყება პრობლემა? რატო არის მაშინ პრობლემა? პრობლემა თვითონ კანონია თუ პრობლემა ის რაღაც კანონქვემდებარე აქტები, რომელიც მერე ქართულმა ოცნებამ თუ რაჟდენ კუპრაშვილმა დაურთო ამ ყველაფერს? კანონის ტექსტი მართლაც გადამოთარგმნეს, მაგრამ მერე იყო მიღებული კანონქვემდებარე აქტები და უკვე ბრძანებას აქვს პრობლემები აშკარა შეუსაბამობის. ხო, მაგალითად ესეთი არის, ვთქვათ, დაკავშირებული პირების განმარტება, რომელსაც ჩვენს ვერსიაში გაუჩნდა მაგალითად კონსულტანტის პოზიცია, რაც ამერიკულში არ არის და ასევე სხვა პირები, რამაც დაკავშირებული პირების ძალიან ფართე განმარტების შესაძლებლობა მისცა. და განსხვავებული ინტერპრეტაციის შედეგი იქნება კანონის განსხვავებული აღსრულება. ანუ ეს აქცევს ზუსტად ამ კანონს რუსულად. კანონის აღსრულების მექანიზმები, რომელიც ჩვენს რეალობაში ბრძანებით თავად ანტიკორუფციულმა ბიურომ, ხო, ადმინისტრაციული ინსპექტორების ფარგლებში პრაქტიკულად სისხლის სამართლებრივი მექანიზმები მიანიჭა საკუთარ თავს, ანუ შეიძლება ითქვას, რომ რაჟდან კუპრაშვილმა საკუთარ თავს იმაზე მეტი უფლებამოსილებები მისცა, ვიდრე ვთქვათ, იგივე ამერიკულ პრაქტიკაში ჩვენ გვხვდება და მას აქვს ძალიან ფართე მექანიზმები, მაგალითად ყადაღის დაგდების, საქმიანობის შეწყვეტის, სასამართლოში გამოკითხვის, უსაზღვრო რაოდენობის ინფორმაციის ამოღების და ასე შემდეგ, რაც რა თქმა უნდა ძალიან მძიმეა. ამ ეგრეთ წოდებულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა, შეიძლება კიდევ აგრძელებს შეხვედრებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან. და ალბათ თქვენც ესწრებოდით ერთ შეხვედრას, ან შეიძლება ყველას არ ვიცი. იქ თუ სადეთ კუპრაშვილთან ვინმესთან გარკვევა, როგორ აქციეს და რატომ აქციეს ამერიკული კანონი რუსულ კანონად?
კი ის ძალიან აგრესიულად გვემუქრებოდა შეხვედრების დროს, რომ ყველა მექანიზმი აქვს, რომ ის ძალიან მკაცრად გამოიყენებს ამ კანონს და ხო ნამდვილად სადამსჯელო ინსტიტუტად წარმოადგინა საკუთარი თავი, რომელიც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას, გაერთიანების თავისუფლებაში ძალიან ადვილად შემოიჭრება და ბუნებრივია რომ პირობებშიც დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება არ გვაქვს და რაც ყველაზე მძიმეა ფარას შემთხვევაში ის ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, მათ შორის 5 წლის ვადით პატიმრობას ან ჯარიმას 10,000 ლარის ოდენობით. ბუნებრივია რომ მისი ზეწოლის ხარისხი, ხო წნეხი, რომელიც ამ კანონიდან მოდის სამოქალაქო საზოგადოებაზე, გაცილებით მაღალია. თქვენ ანგარიშში მოგყავთ მაგალითები, რომ ფარას მიმართ დამოკიდებულება ამერიკაში იცვლება. თვითონ კანონი არა, მაგრამ მისი ინტერპრეტაცია, ხელისუფლების დამოკიდებულება, გამოყენების პრაქტიკა. საით მიდის ეს კანონი და პრაქტიკა მისი გამოყენების? უფრო დრაკონული ხდება თუ უფრო მობიერი? საინტერესო იყო ის, რომ როდესაც პირველი უფლებამოსილების ვადა ჰქონდა ტრამპს, მან დაიწყო ერთ-ერთი გარემოსდამცველი ორგანიზაციის წინააღმდეგ ფარათი გათვალისწინებული პროცედურები, თუმცა საბოლოოდ ეს პროცედურა გაჩერდა საკანონმდებლო ორგანოს დონეზე და წინ ვეღარ წავიდა და ახლა როცა მის მეორე უფლებამოსილების ვადა იწყება და არსებობდა შიში, რომ მას ფარა შეეძლო იდეოლოგიური მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ გამოეყენებინა პრობლემურად, თუმცა ძალიან მალევე პროკურორმა გამოაცხადა, რომ პირიქით იცვლება ფარას გამოყენების ლოგიკა და აქ აქცენტი სისხლის სამართლებრივ მექანიზმებზე მეტად და ადმინისტრაციულ სამართლებრივ მექანიზმებზე გაკეთდეს და სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა კონკრეტული ჯგუფების საქმიანობა ტრადიციული გაგებით შპიონაჟს უკავშირდება. ამიტომ მისი უფლებამოსილების მეორე ვადაში ტრამპმა ხო მისი ადმინისტრაციის პირობებში შეიძლება ითქვას, რომ ამ კანონს გამოყენების ლოგიკა შეუცვალა და ის კიდევ უფრო მეტად დაავიწროვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც მნიშვნელოვანია, რომ ხაზი გავუსვათ. და ვინ არის ეს პროკურორი? შტატის პროკურორია, ქალაქის პროკურორია, რა დონის არის? ეს არის გენერალური პროკურორის პოზიცია, რომელიც რეალურად სისხლის სამართლის პოლიტიკას განსაზღვრავს ამერიკაში. ამერიკაში ფარა არ გამოიყენება თქვენნაირი ორგანიზაციების წინააღმდეგ, ან მედიის წინააღმდეგ. თითქმის 1 საუკუნეა ეს კანონი არსებობს და არ ჩაურთავთ არასოდეს მასში, არ ვიცი, რაღაც ორგანიზაციები, მედია, რომელიც არ მოსწონდა ტრამპს, ბუშს, რომელიმე ბუშს, რეიგანს, არ ვიცი, ეიზენჰაუერს, ვინმეს. საინტერესოა ისიც, რომ თუ ჩვენ შევხედავთ მაგალითად 23 წლის ბოლოს მონაცემებს, ეს არის ყველაზე განახლებული მონაცემი, რაც ჩვენ გვაქვს, ფარას ფარგლებში რეგისტრირებული არაკომერციული ორგანიზაციების რიცხვი 5%-ზე ნაკლები იყო. და ისეთი ცნობილი ორგანიზაციები, როგორიც არის მაგალითად Human Rights Watch, Amnesty International, საერთაშორისო გამჭვირვალობა, BBC, Deutsche Welle არასდროს ყოფილან რეგისტრირებული ფარას ქვეშ. შესაბამისად უნდა ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონი ნამდვილად ხარვეზიანია და მას არერთი კრიტიკა მიუღია ამერიკაში უფლებადამცველებისგან თუ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციებისგან, მისი გამოყენება არის ძალიან ვიწრო, ლიმიტირებული, ძირითადად მტრულ სახელმწიფოებთან დაკავშირებულ ორგანიზაციებზე ორიენტირებული და ის ფართედ არ გამოიყენება სამოქალაქო საზოგადოების გასაჩუმებლად, მათთვის აგენტის იარლიყის მისაწევებლად და ასე შემდეგ. და რას ნიშნავს ლიმიტირებულია? რამდენად ლიმიტირებულია? საინტერესოა ის, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 63 წლამდე ფარა 12ჯერ გამოიყენა ამერიკამ, აქედან 3 შემთხვევა უკავშირდებოდა საბჭოთა კავშირს, 5 შემთხვევა კუბას, თუმცა მოგვიანებით პერიოდში დაახლოებით 66 წლიდან 2015 წლამდე რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო მკვდარი კანონი, მთელი ამ 10 წლეულების განმავლობაში მხოლოდ 7 კრიმინალური საქმე აღიძრა ფარას საფუძველზე. ეხლა ვეცდები ეშმაკის ადვოკატი ვიყო. რომელიმე ორგანიზაცია, რომელსაც აქვს რამე პროექტი ქვეყნის გარედან ფინანსირებული ამერიკაში. რომ დადგეს კაპიტოლიუმის წინ და მოითხოვოს რაღაც კანონის გადახედვა, ან რაღაც პრაქტიკის შეცვლა. იმ ორგანიზაციას არ დახურავენ, არ დაუყადაღებენ ანგარიშებს, არ დაიჭერენ?
ახლა როცა ტრამპი აი მიდგომებს ცვლის და საერთოდ სისხლის სამართლებრივი მექანიზმიდან ადმინისტრაციული მექანიზმებში უნდა ამ კანონის კონვერტირება, მე ვფიქრობ, რომ ამის მიზანი, მათ შორის, უბრალოდ ამის კონტექსტი, მათ შორის ის არის, რომ ამერიკა ძალიან კარგად ხვდება ეს კანონი სხვადასხვა ავტოკრატიებმა როგორ გამოიყენეს ამერიკული კანონის სახელით ადგილზე დემოკრატიის მოსაკლავად და მგონია, რომ ეს არის ერთ-ერთი არგუმენტი, რის გამოც უფრო საპირისპიროდ ჩვენ დავინახეთ, რომ ფარას ტიპის კანონები მთელ რიგ სხვა ქვეყნებში იქნა მიღებული, როგორც ამერიკული კანონი და მერე ეს კანონი სწორედ იარაღად იყო გამოყენებული იქ სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, მაგალითად, ასეთი კლასიკური მაგალითია ნიკარაგუა, ხო, სადაც ამ კანონის მიღებიდან მალევე 3000-ზე მეტი სამოქალაქო ორგანიზაცია დაიხურა. რამდენიმე დღის წინ შალვა პაპუაშვილი ჟენევაში იყო რაღაც შეხვედრაზე და იქ დასავლეთი ისევ დაადანაშაულა, რომ მათი ფული და თქვენნაირების ხელით საქართველოში ისევ გადატრიალებები ხდება. მოდი ჯერ ამ კომენტარს მოусმინოთ და მე ისევ ვკითხავთ, რატომ არ ხართ თქვენი ორგანიზაცია კონკრეტულად ან რომელიმე სხვა თქვენნაირი ორგანიზაცია დასავლეთის აგენტები და ქვეყნის დამაქცევარნი? საქართველოში ჩვენ ვიხილეთ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის ნაკლებობის შედეგი, რომლის მიზანიც პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში უცხოური ინტერესების ჩანერგვა, არეულობის წახალისება და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დასამხობად ძალადობრივი დემონსტრაციების ხელშეწყობა წარმოადგენდა. ბუნებრივია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ, რომელსაც აქვთ დიდი ხნის ისტორია, შესაძლოა იმაზე დიდი ხნის ისტორია, ვიდრე ქართულ ოცნებას ჰქონდეს, ხო? მათი ძალაუფლებაში ყოფნის ან პარტიის ისტორია, რომლებიც უფლებებისთვის იბრძოდნენ შევარდნაძის მმართველობის დროს, სააკაშვილის მმართველობის დროს და ასე შემდეგ, რომელსაც აქვს საკუთარი საწესდებო მიზნები, იდეოლოგიები, სტრატეგიული ამოცანები, პრიორიტეტები და მრავალი დაფინანსების წყარო, ხო, როცა შენ არ ხარ ერთ კონკრეტულ უცხოურ ძალაზე დამოკიდებული ფინანსურად, ამ კონტროლის ტესტისა და უპირატესად უცხო ქვეყნის ამ პოლიტიკური პარტიის ინტერესების გატარების მტკიცება ძალიან გაუჭირდება. კარგი, ეს ვინმე რაჟდენ კუპრაშვილი დაგაყადაღებთ, გამოგაცხადებთ აგენტებად, შეეცდება თქვენს დახურვას, თუ დაგხურავთ. თქვენ წახვალთ სასამართლოში და იქ დაიცავთ საკუთარ სიმართლეს. გასაგებია, მეც მეცინება რომ ამას რომ გეკითხებით, მაგრამ რამის შანსი მერე გაქვთ? ინსტიტუციური გარანტიები, რომელიც ამერიკაში არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების სახით, საქართველოში ეს არ აქვს და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე პრობლემაა. დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ, რომელსაც ისტორია აქვს, იდეოლოგია აქვს, საწესდებო მიზნები აქვს, თავსაკუთარი პრიორიტეტები აქვს, გუნდები მუშაობენ წლების განმავლობაში, ხო? ძალიან რთულია, რომ თუნდაც ადვოკატირების პირობებში, როცა შენ კონკრეტულ იდეებს ემხრობი, მაგალითად, ადვოკატირებს შიშივ პირთა უფლებების უკეთესად დაცვას, დევნილთა განსახლების პროცესის დაჩქარებას, გამოსახლების სტანდარტების გაუმჯობესებას, რომ ადამიანებს ისე არ მოექცენ, როგორც საქართველოში ექცევიან. ხო, თუ შენ ამ პროცესებს აღასრულებ როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცია, მიუხედავად იმისა, რომ შენ შეიძლება უცხოური დონორისგან ფინანსდებოდე, ხო? ეს თავისთავად ფარაში შენ არ გაქცევს, როცა შენი საწესდებო დამოუკიდებელი მიზნებიდან ამოდიხარ და პირდაპირ და უშუალო კონტროლისა და მითათებების და უცხოური ძალის უპირატესი ინტერესით საქმიანობას სახელმწიფო ვერ დაგიმტკიცებს. ხო, თუმცა რა თქმა უნდა, ქართულ რეალობაში არსებობს ძალიან მაღალი რისკი, რომ ანტიკორუფციული ბიურო აი ამ ნიუანსურ სტანდარტებს კონტროლის არ გაყვება და თვითნებურად ორგანიზაციები საჯაროდ პოზიციონირებენ, ხო, ცვლილებებისთვის მუშაობენ ქვეყანაში, სწორედ ფარას ქვეშ უცხო აგენტებად მონიშნავენ. ვითარება რეალურად ძალიან სერიოზულია და სხვა რა მექანიზმი გრჩებათ ამის შემდეგ. პროტესტის რა მექანიზმი, წინააღმდეგობის რა მექანიზმი, საკუთარი სიმართლის დამტკიცების რა მექანიზმია? პირველი რუსული კანონის შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოების უმრავლესობა მზად იყო, არ დარეგისტრირებულიყო და ჯარიმას გარკვეულწილად გამკლავებოდა, არა მის რესურსებით, არამედ ძირითადად საზოგადოებრივი სოლიდარობით და ხო, აი ეს სათემო მობილიზაციით, ამ ჯარიმის თანხების ახლა როცა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება მათ შორის ორგანიზაციის თანამშრომლებს ან დაკავშირებულ პირებს დააკისრონ, ეს ბუნებრივია, რომ პარალიზების ეფექტს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას და შეიძლება ითქვას, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ ძალიან ბევრმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ მუშაობა შეაჩერა, ან საერთოდ შეწყვიტა, იმიტომ რომ
არავის უნდოდა სისხლის სამართლებრივი რისკების წინაშე საკუთარი გუნდის დაყენება. პუტინი უკვე მგონი 15 წელია პირველი დღიდან ყოველ შემთხვევაში ამტკიცებს, რომ მთელი ეს ინოაგენტების ეგრეთ წოდებული კანონმდებლობა, რომელიც რუსეთშია ამოქმედებული, ამერიკული ფარადან იღებს საწყისს. და თუ ვიდმეს რამე პრეტენზია აქვს, სწორედ ამერიკულს ფარას უნდა უჩილოს და იმავე ამბობს გოცი. რა გაგებით ხო? სწორედ იმ გაგებით, რომ სწორედ ამგვარი კანონებით დაიწყო რუსეთში სამოქალაქო საზოგადოების განადგურება და მე ეს ჩვენს რეგიონში გახდა ტენდენცია და ალბათ არ არის შემთხვევითი, რომ რუსეთი მათ სატელიტ მთავრობებს სხვადასხვა დროს ხო თხოვდა რუსული კანონების მიღებას და აყენებდნენ ამ საკითხს მოლდოვაშიც, სომხეთშიც, შუა აზიაშიც, თუნდაც აფხაზეთშიც, ხო? ანუ იქ სადაც სახელმწიფოები, მთავრობები რუსული გავლენის ქვეშ არიან, რუსეთის ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მედია ორგანიზაციების დარეგულირება ამგვარი კანონებით, მათი სტიგმატიზება, დელეგიტიმაცია, ნდობის შემცირება და საბოლოოდ ფინანსური განადგურება, ხო, იმიტომ რომ ის ხედავს, რომ სწორედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არიან ისინი, ვინც დემოკრატიულ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ დღის წესრიგს იცავენ, არნებდებიან და იბრძვიან ამ დღის წესრიგისთვის რუსეთის პერიფერიულ სამეზობლოებში. რა კი უცხო პლანეტიდან არ ვარ ჩამოფრენილები, ვიცით რომ ბორის ივანაშვილი საქართველოში აკონტროლებს როგორც კანონების მიღებას, ისე კანონების აღსრულებას და სასამართლო სისტემას, თლიანად სადამსჯელო სისტემას. აბა რა მეთოდი რჩება თქვენთვის, თქვენნაირებისთვის? კიდევ სად შეიძლება მიაღწიოთ სამართალს? ფარას კანონი, ისევე როგორც ბრძანების ცალკეული დებულებები, გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ. ჩვენ ამ ეტაპზე ვამზადებთ სტრასბურგში განაცხადს, თქვენ იცით, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ 8 ორგანიზაციის წინააღმდეგ დაიწყო პროცედურები, მათ შორის არის სოციალური სამართლიანობის ცენტრი. პირველ ეტაპზე სასამართლოს გზით ჩვენ გვეთხოვა 2024 წლის 1 იანვრიდან 25 წლის 10 ივნისამდე ყველა ტიპის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ საქმიანობას უკავშირდება, მათ შორის ბენეფიციარებს, კერძო პირებს და ასე შემდეგ. ჩვენ უკვე დავიწყეთ სარჩელისთვის მომზადება და ზაფხულის ბოლომდე წარვადგენთ სტრასბურგის სასამართლოში განაცხადს, სადაც მათ შორის ვიდავებთ არა მარტო ამ პროცედურის შეუსაბამობაზე ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, არამედ ფარასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რაც კანონში გვხვდება და რაც ანტიკორუფციულ ბიუროს აძლევს ფართე თვითნებურ რეპრესიულ უფლებამოსილებებს ჩაერიოს ავტონომიური ორგანიზაციების შიდა საქმეებში და მათ წინააღმდეგ გამოიყენოს რეპრესიული მექანიზმები. დიდი მადლობა თამთა, მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, რა ვიცი, არ მიყვარს ხმა მაღალი ლაპარაკი, მაგრამ გადაუჭარბებლად ალბათ ერთ-ერთი უკანასკნელი ბრძოლა ევროპული საქართველოს. დიდი მადლობა და წარმატებები თქვენს და ჩვენს. კარგად, დროებით. ივანაშვილმა რა თქმა უნდა ძალიან კარგად იცის და ჩვენზე კარგად იცის, რომ ეს არ არის არანაირი ამერიკული კანონი. იმიტომ რომ მას პირად მაგალითად ყავს მხოლოდ პუტინი და პუტინის რუსეთი. შეერთებულმა შტატებმა 90 წლის წინ ფარა შემოიღეს სტალინის რუსეთისა და ჰიტლერის გერმანიის გავლენის შესამცირებლად. დღეს კი ივანაშვილი აპირებს საქართველოში სამოქალაქო სექტორი და მედია სწორედ ამერიკული კანონის სახელით დასაჯოს. ეს იყო ვაშე გადაცემა, სპეციალური გამოშვება თენგიზ გოგუტიშვილთან ერთად. გვიყურეთ, გამოგვიწერეთ და მოგვიწონეთ. Facebook-ზე, YouTube-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავბიდი, იმაზეც ვაგეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. იაპონიაში გადაცემა და